20 მილიონზე მეტმა პოლონელმა აირჩია პოლონეთის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების ერთგულია. ეს იყო თავისუფალი და საყოველთაო არჩევნები. როგორც არ უნდა ვაფასებდეთ გამარჯვებულ კანდიდატს, უნდა ვაღიაროთ მისი გამარჯვება და მივულოცოთ მის ამომრჩევლებსაც. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო დამარცხებულ კანდიდატს მონდომებისა და ბოლომდე ბრძოლისთვის. პირველი გამოცდა ნდობის გამოცხადება იქნება, რის შესახებაც სეიმს უახლოეს მომავალში მიმართავ. მინდა დაინახოს ყველა, მათ შორის ოპონენტებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ ამ სიტუაციისთვის მზად ვართ. გვესმის ამ მომენტის მნიშვნელობა. ჩვენ ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. მიმართავ ყველას, ვინც ხმა რაფალ ტრჩასკოვსკის მისცა. ვიცი ახლა რას გრძნობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ შევთანხმდით დიდ საკითხზე, რომელიც მოითხოვს ძალას, გამძლეობასა და შესაძლოა მეტ დროს, ვიდრე ჩვენ გვსურს. დემოკრატიისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა პოლონეთის.